მე ვარ თავთა მელაშვილი საქართველოდან წელი. დავიბადე საბჭოთა საქართველოში. ჩემმა ბავშვობამ, ღრმა ბავშვობამ 80-იან წლებში გაიარა. ეს 80-იანი წლები, ეს პერესტროიკაც, თუნდაც მთელ საბჭოთა კავშირში და საქართველოშიც იყო უკვე რაღაცა თავისუფლების ნიავი. მეც ვთვლით თავს იმ ადამიანად, ვინც აი თავისუფლებაში, თავისუფალ სიტყვაში ამოვიზარდე. ვიზრდებოდი დიდ ბებიასთან, რომელიც იყო მაშინ 82-83 წლის. ანუ ჩემზე ძალიან გადაიარა როგორც ბავშვზე ამ საბჭოთა ქალების ორმაგმა ტვირთმა, იმიტომ რომ ბეჭენ მუშაობდა, მაშინ თბილისში იყო, მე დამტოვა ბებიასთან, ისიც მუშაობდა, შესაბამისად მან გადამაბარა და ხო რომელიც იყო პენსიონერი, ძალიან საყვარელი, ძალიან პრეტენზია. ამბროლაური არის როგორი ქალაქი, იცი? ანუ სადაც ზოგადად ეგეთი ჩავარდნილი ქალაქი მთებში. და რასაც მთელი ბავშვობა ვხედავდი, ეს იყო ჩემს წინ ამართული მთა. წარმოვიდგენდი, რომ აი მთის უკან არის რაღაცა ქალაქი. და წარმოვიდგენდი, როგორია ეს ქალაქი, ვინ ცხოვრობს ამ ქალაქში. სულ ეს რაღაც წარმოსახვები მქონდა. ზოგადად მე მგონია, რომ პირველი 15-16-17 წელი სად დატარება ადამიანს, სად იბადები და ბავშვობას სად ატარებ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი, არასდროს არ გწყდება, სადაც არ უნდა წახვიდე. ბავშვობიდან ძალიან დამეხმარა ცხოვრებაში, ნავიგაციაში წიგნები. ახლა კლასიკად ითვლება, მაგრამ მაშინ თანამედროვე ლიტერატურად ითვლებოდა, თუნდაც თამაში ჭვავს სპანელში, რომელიც რაღაც გარდატეხა მოახდინა. ჩემს ცნობიერებაში და ცხოვრებაში და სხვა შორის მამაჩემ ამირჩია ეს წიგნი და ნუ ძალიან ძვირფას მოგონება. რაც მე მეხება, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, როგორც ადამიანს, აბსოლუტურად ყველაფერი არის პოლიტიკური და შეუძლებელია, რომ წერა არ იყოს პოლიტიკური. ბოლო 2 წელი და 3 წელი რაც მწერლებმა განსაკუთრებით ამ სახელოვნებო სივრცეში გასწეს წინააღმდეგობა მის მერე პირიქით მიამაყება, რომ ვარ მწერალი საქართველოში. ყველა წიგნს ასე მგონია მწერლის ცხოვრებაში აქვს თავისი დრო და ადგილი და ზუსტად იმ დროს და იმ ადგილას იბადება, როცა უნდა დაიბადოს. ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია სამივე. ეთერო მოვიდა პანდემიის პერიოდში, როცა ყველა ჩავიკეტეთ საკუთარ სახლებში და ოთახებში და აღარ ვიცოდით მოკლედ რა გავაკეთებინა. 9 თვე სიმბოლურია, რაც ტექსტზე მუშაობდი, ეთერო იყო ჩემს გვერდით. პრინციპში მე შემდეგაც რაღაც პერიოდი დარჩა ჩემთან რა, როგორც ცალკე ესეთი ინდივიდი, ხო, რაღაცა ეს ეთერო მე არ ვარ. და ვერც ვიქნებოდი ვერასოდეს. რაღაცნაირად მინდოდა, რომ ეს ლიტერატურულ რუკაზე ეს რეგიონი მომენიშნა. რომ წერდი, მაინც ჩემი საკუთარი ქალაქი მევიდა თვალწინ. მაგალითად, ეთეროს მაღაზია დაახლოებით ვიცი სად დგას სამბროლაურში. არ დგას ეთეროს მაღაზია და მაღაზია ზოგადად არ დგას, მაგრამ ჩემი წარმოდგენით რაღაც ლოკალიზებას ეგრე უკეთებდი. ერთ-ერთი საუკეთესო სექსის სცენის ავტორი ვარ ქართულ ლიტერატურაში. მე ჩავერთე მაშინ როგორც აქტივიზმი, როგორც ამ გაგებით, როგორც ახლა გვესმის, პრინციპში ფეხს იკიდებდა საქართველოში 2010-იანი წლებიდან, დასაწყისიდან ძალიან. არ იყო მარტივი სიტყვაზე საჯარის სივრცეში და დაგერქვა, რომ მე ვარ ფემინისტი, ამას ყოველთვის ისეთი რაღაცის მოყვებოდა ხოლმე. რაღაც დონის სიმამაცე გჭირდებოდა, რომ ეს გეთქვა. და მე მგონია, რომ ჩემ ბიოგრაფიაში არის ძალიან ნათელი, ძალიან ინტენსიური, ძალიან საინტერესო პერიოდი. ენერგიით სავსე ხარ, ცვლილებების გჯერა და ცვლილებებს საბოლოო ჯამში ახდენ კიდეც. აქტივიზმის ის ფორუმი, რაც ფემინისტებმა და შემდეგ ქვიარებმა დავიწყეთ საქართველოში, რაღაცნაირად საფუძველი შეუქმნა თუნდაც იმას, რაც დღეს ხდება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რაღაცებზე საუბრის დაწყება. იმიტომ რომ მაშინ ეს ის დრო იყო, როცა ვიწყებდით მაშინ საუბარს. საქართველოში ავტოკრატია ან დიქტატურა ვერ დამყარდება, იმიტომ რომ საქართველოში თაობები გამოიზარდნენ თავისუფალ ქვეყანაში. და ეხლა მე 45 წლის ასაკში ვფიქრობ, რომ საკმარისად ვიშრომე ამ ქვეყნისთვის, საკმარისად ვიბრძოლე და მე ნამდვილად ვიმსახურებ უკეთეს ქვეყანას და ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ჩემს გარშემო ამის განცდა. ეს არის ძალიან მყინვარული პროცესი. ნადგურდება ის, რასაც პრინციპში ცხოვრება შეალია. ქართველი ხალხი ჰომოფობი არ არის. საქართველოს მთავრობა იყო
ჰომოფობით, ამ ჰომოფობიას ყოველთვის იყენებდა манипулირების და სიძულვილის ინსტრუმენტად. მე ამას ვამბობ, როგორც 2013 წლის 17 მაისის მსხვერპლი ავტობუსიდან. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება განხორციელდეს ეს კანონი, ან რამდენად შეიძლება გქონდეთ ამის რესურსი, რომ ეს განახორციელონ, არ ვიცი, რაღაცნაირად თავდაცვის მექანიზმი ალბათ. ცენზურას აქვს თავისი დამანგრეველი შედეგები იმ მხრივ, რომ ეს გამოჯანმრთელება ამ პროცესის მერე გამოჯანმრთელებას სჭირდება დრო. თავისუფალი სიტყვის სწავლას, თავისუფალ თვით გამოხატვას სჭირდება დრო და ნახე ეს 30 წელი ჩვენ ამას სწავლობდით. და ეხლა რაღაცნაირად მოვიდა დრო, მქონდა შეგრძნება, რომ ქართულ ხელოვნებაში მოვიდა დრო, ქართულ მწერლობაში, ქართულ თეატრშიც, მათ შორის ეხლა იწყება რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი და ამ დროს ნახე გარდა იმისა, რომ უცებ მიგვაბრუნეს ამ რაღაცა რელსებიდან, რომელზედაც ევროპული რელსებიდან, რომელზედაც ქონდა საზოგადოება შეთანხმება, რომ ეს გვინდა. ასევე ჩაგვიკეტეს გზები განვითარებისკენ, თვითგანვითარებისკენ და რაღაც ახალი აყვავებისკენ, რომელსაც ქართული საქართველოში ხელოვნების სხვადასხვა სივრცეები იწყებდნენ.